რეკლამა დასრულდა, ვაგრძელებთ საუბარს. მაინც არჩევნებს მინდა დაუბრუნო, ისინი რას ბჟუტურობენ, მაგას მნიშვნელობა არ აქვს. არჩევნები მოდის და არჩევნები არის მნიშვნელოვანი რამ. ჩვენი ქვეყნის ნებისმიერი არჩევნები ჩვენი ქვეყნისთვის მნიშვნელოვანი, ისე როგორც ნებისმიერი სხვა ქვეყნისთვის. ადგილობრივ არჩევნებს სპეციფიკა ის არის, რომ აქ ზოგადად ქვეყნის ორიენტაციის და სხვა მსგავსი საკითხები არ წდება. მე როგორ მოვიქცეოდი, ახლა შემიძლია თამარ თქვა. ამ პოზიციის ადგილზე მე ადგილებზე პრობლემებს მიმოვიხილავდი და მე ვიტყოდი, რომ ამ არჩევნებით ჩვენ შევცვლით საკრებულოებს და მერებს, იმიტომ რომ ეს გავაკეთოთ. გავაკეთოთ უფრო კარგი ინფრასტრუქტურა, დავეხმაროთ უფრო მეტად ხალხს. ამ არჩევნებზე რომც გავლენ, ისინი გავლენ დიქტატურის დამარცხების და ეს როყიო სიტყვები რუსეთს ვებძვით და დიქტატურას ვამარცხებთ და ჩელაბინსკიზაციას უკუაგდებთ. ეს არ მუშაობს. ქართველებში ეს არ მუშაობს. ღმერთო, შენი სახელი სჭირდება, რომ ასეთი დებილები ყავს ოპოზიციაში. ასეთი იდიოტები. ეს არის საჩუქარი. ალბათ ჩვენს წვალებას უყურა ღმერთმა და განსაკუთრებით დაადებილა ეს მართლა ისედაც იდიოტი ხალხი, იმიტომ რომ შეიძლებოდა არჩევნებში ამ არჩევნებში რაღაცის გამოდნობა, იმიტომ რომ პრობლემები ოცნებასაც აქვს და არის, რომელსაც არ მოსწონს. ბუნებრივია. თავარი მოსწონთ, მაგრამ როცა მიდიხარ და ეუბნები, რომ მე იმას არ შევეხები, კარგია, ომი არ უნდა იყოს, სწორია, ვეთანხმები ოცნებას იმაში, რომ ომი არ უნდა იყოს, არანაირი რუსული ძალა არ არის, მაგრამ აი ამ შენმა გამგებელმა ეს ვერ გაგიკეთა. მოდი რა მე გაგიკეთებ. ნუ აი რა უნდა ამ სტრატეგიის დანერგვას, ხო? არაფერი. ჭკუა. ხო. ჭკუა. და მეორე, აი აქ მინდა უკვე ან ეს უნდა, ან უარის თქმა აგენტობას. აბა ამაზე ვილაპარაკოთ. შალო, მე შეკვეთა სხვა არის. ხო, ჩემს იმას დავიწყებ და ოთარის ასე ვთქვათ, ასაც გავაგრძელებ რა. სიამოვნებაში მე რო თქვი რომ ეს სამი პრობლემა აქვს მეთქი და ოთარემ კაგადა დაამატა რომ ეს მათი ძლიერ მხარეცა და სუს მხარეცა მართლა ესეა შალო ანუ შეხედე რა უკვე აღარ შეუძლიათ მათ იმიტომ რომ ანუ მათ შემოიკრიბეს იგივე რამოდენიმე ასეული შეშლილი ერთი მაგდენი უტვინოთ და ეს ხალხი განაპირობებს მთელ მათ პოლიტიკას მათ უკვე აღარ შეუძლია მე ვხვდები რომ ისინი არიან ტყვეობაში ამ ხალხის ტყვეობაში არიან რა იმიტომ ანუ რა იცი ხა აი მათ შორის მათი მომხრეებიდან უკვე ხანდახან მე განსაკუთრებით მიყვარს მათ შიდა ჯგუფებში რო ლაპარაკობენ ხოლმე თან ღია ჯგუფებში რო გონიათ რომ არავინ არ უსმენს რომ იქაც ამბობენ რომ რატო უკეტავთ რუსთაველს ანუ უკვე ანუ თქვენ წარმოვიდგინეთ ამ ხალხშიც არის ხო ხალხ ბევრი მომავალ და მე რომ ძალამს რომ რა სტრატეგიული მნიშვნელობა აქვს ამის და რას გვაძლევს მაგრამ უკვე ხვდებიან რომ იქ არის იქ უკვე არის ხალხი რომელსაც კამით კარიერა გაიკეთა ეს არის ძალიან ცნობილი თეორია ოლიგარქიის კინის კანონის წესია რომ რაღაც კატეგორია ამ ოპოზიციაში რაღაც კატეგორია ჩამოყალიბდა პროფესიონალურ ტიპებად რომლებიც აკეთებენ სიდებილეს ვაღიაროთ კარგად სიგიჟეს სიდებილეს აკეთებენ ძალიან ხარისხიანად რომელიც უშედეგოა მაგრამ უკვე ამაზე არის აგებული რა რომ აი ანუ მთელი რაღაცნაირი აი მოცემულობა აქვს რომ აი რაღაც ამბავი მოხდება იმავე დღეს დაიწერება პოსტები დაიწერება რაღაცა სიტყვები ეს რაღაცა მესამე ხარისხოვანი ინფლუენსერები დაწერენ რაღაცებს მე გამოვლენ 200 კაცი ვითომ გადაკეტავენ ქუჩებს მოინდომებენ დადგან კარვები მთელი ეს არის რომელიც გრძელდება ერთი და რასაც უკვე შალო ამბობს და მე მეთანხმები მეც იგივეს ვთვლი რა რომ სინამდვილეში ქართულ ოცნებას პრობლემებსა რა აქვს ხო პრობლემებსა რა აქვს ყველა მართლა რა რომელიც ამდენი ხანი ახლა ობიექტურად ამბობთ ქართულ ოცნებას ძლიერი კონკურენტი სჭირდება რომ მან ანუ ხო ხტები რა ქართულ ოცნებას დაამუღამა დებილებთან ბრძოლა. დაამოღამა, კი არა, ჩამოყალიბდა. მე სხვა რამეს ვამბობდი. აი მეც ეგრე მეგონა. მაგრამ აქ არის რა დაამოღამა ქართულ მოძნებამ. კარგია რომ შენ ეს თქვი და რაში შეგეწინანიერებ. ქართულ მოძნებამ დებილებთან ბრძოლა კი დაამოღამა და არაფერ დასახ. ქართულ მოძნებამ ყველაზე მაგარი რაც გაკეთა
უდიდეს უცხოურ ჯარს და არმიას გაუძლო. რაც ძალიან მაგარი დამსახურება. ეს არის აი ეს დააბუღამა, გაიგე? თავარი ეგ არის რა. მეცაც გეტყვი. ქართულმა ოცნებამ სინამდვილეში ამ სუპასაკერზამ ქართულმა ოცნებამ სინამდვილეში სოფლიო მასშტაბით აჩვენა რომ რაღაცა იკრიზისია. კი, აი მართლა მე გეთახმებ შენ რომ მაგის დამუღამებული ოცნებამ დაამუღამა დებილებთან ბრძოლა, მაგრამ ეს თითქოს რაღაცა არ არის საკმარისი. ეს არ იქნება სამართლიანი. თავზე გავიდა რა, ანუ ის ქართული ოცნებამ დაამუღამა რომ სად უნდა აი ეს არის ბიზინა ინოშვილი და ქართული ოცნების ოსტატური ძალიან მაგარი გათვლა რა, რომ ამათ კი არ უგებს კაცო. აი იქ უგებს იქ. და კიდევ არის ეგ არის ძალიან მაგარი. კიდევ არის ერთი ძალიან მნიშვნელოვანი დეტალი. ქართულმა ოცნებამ ამას მიაღწია კანონიერების და სიმართლის მეშვეობით. კი ბატონო, მართალია. ეს არის, ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი. შეხედეთ რა. მთელი ეს დაჭერები და ყველაფერი ხდება, იმიტომ რომ უბრალოდ სხვა გზა არ გაქვს. კი, და პირიქით ხშირად არიცავდნენ კანონს და არიჭერდნენ იმათ. просто უბრალოდ სხვა გზა აღარ არის რა. და მთელი კი, მართალია. და ამან გამოიწვია. კი ბატონო. ხო, დავთქვი რა. ამან გამოიწვია რომ ხალხს ემპათია არ აქვს. არა აქვს, მართალი ხარ, თქო. ჩვენ ცხოვრობთ ციფრულ ეპოქაში. კი ბატონო. და აი წარმოვიდგინეთ ხა ჩვეულებრივი ქართველი, რომელიც უყურებს, რომ აი ვიღაცა სერიალი იძახის, აი ეს ალავიტია და ხრეტავს, ქრისტიანია და ხრეტავს. მე ერთი თითის მოძრაობით ხედავს, რომ ფონდერლაინს ხდება, ხო? და ტრამპს. და მე ის არ მე კიდე გადართავ და ხედავ, რომ აქ რაღაცა უკრაინაში როგორ ფეთქდება ის ქარხნები, როგორ ფეთქდება ქალაქები, ქვანახშირად რომ არის მთლიანად ეს ნაცარტუდად ქცეული მთლიანად ეს ქალაქები. და ამ დროს თავდა რაღაცა ახალგაზრდა ტიპები, რამოდენიმე ახალგაზრდა ტიპი, რაღაც ისტერიულად რაღაცებს აკეთებს და ხვდები რომ დაუცველი ხარ ამათ ხელში დაუცველი ხარ ამათ ხელში ანუ ესენი მათ გიჟების დაბეჭდილებას თქო ის პრეტენზია აქვს რომ ის მათ აქვს უნარი რომ ჩაანაცვლონ ხელისუფლება ხო ანუ ეს ხო და იმ დროს როდესაც აი კონტექსტს ვერ ხვდებიან საცხოვრობენ დრო ცოტაშორ ეს არის კონტექსტის აცილება რა ანუ თანამედროვე გეოპოლიტიკურ რეალობას ვერც აქაური ლიბერალები ვერ ხვდებიან და ვერ დასავლელი ლიბერალები ვერა არა რომ მიდიხარ ახლა ჩვენთანაც ხო ახლა იყო ეს ისინი და ითქვან ღიად რომ საქართველოს სხვა გარემოში ცხოვრობს საქართველოს არ შეუძლია ისეთი განცხადებები და ისეთი ნაბიჯები გადადეთ რაც შეიძლება რა ვიცი ნიდერლანდებში ვიღაცა ევროკომისარმა ან რაღაც შორეულ ესპანეთში შეითქვას პირობითად ვამბობ იმიტომ რომ შორს არიან ისინი ამ რეგიონიდან რეგიონი არის ძალიან რთული რეგიონი ყველა ომი თითქმის აქ არის ხო აგერ სულ ახლახანს იყო კავკასიაში ომი აზერბაიჯანსა და სომხეთს შორის და არავინ არის როგორ გაგრძელდება ეს დასრულებულია თუ შესვენება არის ჯერ კიდევ შესვენებაა მე მგონი აგერ ირანში რაღაცეები ხდება საშინელებები იქვე ჩვენთან უფრო ახლოს არის სირია ვიდრე ევროპა უფრო ახლოს არის სირია საქართველოსთან ვიდრე ევროპა და ამ დროს გამოდიან ვიღაცა ტიპები რომლებიც ადეკვატურობას არ აჩვენებენ. ანუ ადეკვატურობას არ ჩვენ ხო რა გვინდა რეალურად. ჩვენ ხო ვიცით რომ ჩვენ ვართ პატარა სახელმწიფო და ჩვენ თუ არ ვიქნებით ადეკვატურები და თუ არ ვიქნებით გონიერები, ამ რეალობაში უბრალოდ შენ ვერ გადარჩები. სტრატეგია მათ რო სწორი ქონოდათ, მათ პირველ რიგში უნდა ეჩვენებინათ რომ ისინი არიან გონიერები. მათი თავარი თემა უნდა ყოფილიყო ის რომ დაეჯერებინათ საზოგადოებისთვის რომ ისინი უფრო გონიერები არიან ვიდრე ოცნება, ხო? ამის აბსოლუტურად საპირისპირო სტრატეგია აერჩიეს. გვაჩვენებენ რომ ისინი იმდენად ემოციურები, იმდენად გიჟები, იმდენად არანორმალურები არიან, რომ და ეს ყოფილა თურმე ქვეყნის სიყვარული. კი ბატონო. ჩვენ ხო ვიცით, ჩვენ ხო 90-იან წლები გამოვიარეთ. ხო ვიცით. ხო ვიცით. არ გვინდა გვარი დასახელი. ხო ვიცით. 80-იანი და 70-იანი. ხო ვიცით ეს რითიც თავდება ეგეთი სიგიჟეები. ვიცით ეს ჩვენ თავზე გამოცადეთ. სამწუხარო ჩვენ თავზე გავუწოდეთ. ჯობდა არ გამოგვეცადა რა თქმა უნდა. ხო, ყველაფერი ჩვენ თავზე გამოცადეთ. მაგრამ ეხლა უკვე აღარ გვინდა ამ როლში ყოფნა. მაგალითად, სამთა კავშირის დაშლის დროს იცით თუ არა, ვინ იძარალა ყველაზე ძალიან? თქმა უნდა საქართველოს. და თავი შევყავით ნანგრევებში და გვეგონა ჩვენ დავამბობთ. დაგვენგრა ყველა. ეხლა არის აი უნიკალური პერიოდი. ტაჯიკეთი ისაც
ხომ არის რაღაცა აი არქეტიპები რა, ყოველას აქვს საკუთარი არქეტიპი, საკუთარი სიმბოლო. აი კლასიკური ეპოქა, სადაც ქართულმა დაებროს საკუთარი ნაცარქექიას არქეტიპი. ბატონო, აი ძალიან მომწონს. დევებს, ამხელად დევებს, ატყუებს, ამხელად მანევრირებს და მე მჯერა რომ ისე როგორც ნაცარქექიამ დაასრულა საკვე გამბავი, ისე დაასრულებს საქართველოს ამ დაბრუნდება სახში და ეტყვის თავის მე მგონი სიდედრი უხურებდა მაგას ძალიან. თორდა სიდედრი რომ აი თუ დედა, თუ რა მნიშვნელობა. აი არქეტიპები ახსენა და მოდი ესე ვთქვათ რომ აი ეს რაც ხდება, ეს ოპოზიცია მოქმედებს ლიბერალიზმის ეგიდით, ხო? ხო. რატომაც ეს ქართველი მოსახლეობის უმრავლესობის მიუღებელი არის ის რომ ჩვენში არის მე არ ვამბობ შეიძლება ყველა რელიგიური არ იყოს, მაგრამ კულტურული ქრისტიანები ჩვენ ვართ. აი კულტურული აი ქრისტიანობის აი თავარი ეგზისტენციალური სიბრძნე და სიღრმე რა არის რომ შენ რაღაცა კანონს რო ასრულებ, ეგ უბრალოდ კანონის ხათრით კი არ უნდა გააკეთო. უნდა შინაგან რაღაცა სამჯაროზე გამოიტანო, თქვა რომ ეს ამიტომ სწორია, ამიტომ არასწორია და აქედან იბადება თავისუფლება. ახლა შეხედე ლიბერალიზმი რას გეუბნება. ეს ამბობს რომ აი შალვა რო ჩემგან განსხვავებულად ფიქრობს, ან ნიკუშე ეს რუსეთის მონაა და იმით ეს იმის მონა, ეს იარლიყების მიკერება. ეს რატომაც ქართველი ამას ვერ გუობს და ვერ ეგუება. არის სწორედ ის, რომ ჩვენში ეს კულტურული ქრისტიანობის ნასაზრდოები შინაგანი თავისუფლებაა, რომ შენ გინდა რომ შენ რაღაც შეიძლება მე დაფიქრე რომ შეიძლება ვიღაცა მართლა ესეთია, ისეთია, მაგრამ ანუ ეს კლიშეები, ეს იარლიყები არის აი ჩვენი მონობა არის ეს ზუსტად. აი რატომაც აი ეს გარდა ამ ყოველდღიურად ასაც ვხედავთ, ეს არის ორი დიდი პარადიგმის ჯახი. ერთია ეს მართლა ფარისეულური ლიბერალიზმი და მეორე რაღაცნაირი კულტურული ქრისტიანობით შეკრული პატარა ერი, რომელიც ამბობს რომ ჩვენ რა ვიცი შეიძლება რაღა ესეთები ვართ, ისეთები ვართ, განსხვავებულები ვართ, მაგრამ აი ეს რაღაცა ტვინის გამოლაყება არ გვინდა. ეს არის მონობა და მართლა რასაც რელიგიური ადამიანები აი მწვალებლობას ეძახიან, ხო? და მართლა მწვალებლობა არ არის ეგ რომ სულს აწვალებ რომ ანუ შენ ადამიანს ამხელა ჰორიზონტი შეიძლება კონდეს და ამბობ რომ აი ეს შავი ჭიქა არის თეთრი და ვინც ასე არ ფიქრობთ, ყველა ხარ მონა. აი ამას გიტენია შენ აი ზუსტად ბიძინა ივანიშვილის სიტყვებით რო გავიხსენოთ, რომ მათ გახსოვთ იმედთან ინტერვიუ რო იყო და რომ ესაუბრა ნიკალა ალიაშვილს. მან უთხრა რომ ვერ შეძლებთო, ვერაო კედელს ეჯაჯახებდა. კედელი ძალოვანი კი არის გულისხმობა იმ კაცმა, კაცო. ხიშტები და ეს. საღი აზრი გულისხმობა ხალხო, საღი აზრი სახელმწიფო არის დაგუძლებული არა ხიშზე, არამედ საღ აზრზე. მართალია, როცა უყურე იგივე მოსამართლეების ავიღოთ, აი ამას ძალიან შენ რომ მიუვარდი იმ ადამიანებს და ჩაჭმელში ჩაუფურთხე. ის რაღაცა ნატამალი, რატო განაწყეს სუბიექტურად შეწინადე. მოსამართლეს არ აქვს უფლება სუბიექტურად თუ ობიექტურად, მაგრამ ეს რაღაცომ ჩაიდინე რა. სულელია. რა მოიგე? ხო, თან სულელი ანუ ნეიტრალურსაც არაკეთილ განაწყო შესვლა, რო ყველას მიუვარდები. იქ იყვნენ ნეიტრალური მოსამართლე შეიძლება. ჩალო, ხოდიშ მე ძალიან ბევრი ტიპი ვიცი, მთელი ამ ლანცვაგინებების მერე Facebook-ზე ჩვენიანები გახდნენ. ხო, აი ვაფშე ან აბსოლუტ ნეიტრალური ტიპები. ხო, მეც ვიცი, რომლებსაც კონცეფცებს ეძახდნენ და არ ეძახდნენ, მაგრამ ეძახიან. აი ფეხბურთელების გინება ის ეს რავი რა. ახლა თავარი რა არის? რა თქმა უნდა, ცალსახად საზოგადოების დამსახურებაა და ძალიან დიდი წვლილი რა მდგომარეობაში ჩვენ ვართ დღეს, რომ ჩვენს ქვეყანაში არის შვიდობა და პროცესები სამართლებრივად მიმდინარეობს. მაგრამ აუცილებლად მინდა შევეხო ხელისუფლების გონიერ ქმედებებს. უყურეთ საქმე რაშია. კი ბატონო, ჩვენ ვამბობთ, რომ ორი დაპირისპირებული მხარე არ დავარქოთ, მაგრამ ერთი მხარე აქტიური მხარე რაღაცა ფორმით უპირისპირდება, ვთქვათ, ნორმალურ საზოგადოებას. და იმასაც ვიტყვი, რატომ არიან არანორმალურები. შესაბამისად, თუ ხელისუფლებამ საჭირო დროს ადეკვატურად არის იმოქმედა, მაშინ უკვე ეს ხალხი მეორე მხარე, ჩვენი მხარეს დავარქვათ, ხო? რაღაცა ფორმით ან იძულებული გახდება, რომ თვითონ მიიღოს რაღაცა ზომები, რაც ქვეყანაში გამოიწვევს არეულობას, რაც უნდათ, ანარქიისკენ მიყავთ, ხო, ხო ასეა რა. პრობლემა ჩვენ ხო ხედავთ, რომ როგორც კი ხელისუფლება კანონის და სამართლის ჩარჩოში გადაიყვანს უკვე ქმედებებს და უპირისპირდება სამართლით, ეგრევე გარბიან და თქვათ ევროპაში თავის პატრონებს, რომ აი ნახე გვიჩივლა მარეგულირებელში უჩივლა ტელევიზიებს, რომ რაღაცა
და ჩვენ ხო ვიცით რომ აბრალებენ ტყუილ სიუჟეტებს აკეთებენ რაღაცებს აბრალებენ ადამიანებს დანაშაულებს ფეიკებს აკეთებენ და ერთხელ სასამართლოში უჩივლა თუ გახსოვთ და მაშინ და ზეწოლა ევროპელებმა გითხეს ესო ზეწოლა ანუ მე რომ რამეს დამაბრალებენ და სასამართლოში წავალ და ვიჩივრებ ეს ყოფილა მედიაზე ზეწოლა ეხლა მარეგულირებელში რაღაც სარჩელი შეიტანა ეს ზეწოლა ანუ სასამართლოში წაიყვანს და ანუ დანაშაულს ჩაიდენენ და მე სასამართლოში წავალ და ვიჩივლებ ეს თურმე ყოფილა ზეწოლა ანუ ამ ანარქიის შექმნა უნდათ და ამაში ეხმარებიან ის უცხოელი ეგრეთ წოდებული ჩვენი პარტნიორები რატომ აყენებენ შეურაცხყოფას მაგალითად მინისტრს რომელ მინისტრს ყველა ნებისმიერ მინისტრს იმიტომ აყენებენ შეურაცხყოფას და უნდათ რომ ეს ყველაფერი გადაყლაპონ რომ მე ჩვეულებრივ ადამიანს მექნება განცდა მინისტრი რომელიც თავის თავს ვერ იცავს მე როგორ დამიცავს აბა ნახეთ ეხლა რა ხდება უცხოეთში იმ ქვეყნებში რომლებიც ჩვენ გვეუბნებიან როგორ უნდა მოვიქცეთ თურმე რომ ეს არის რაღაცა თავისუფალი გამოხატვის უფლება ქონია იმას რომ მივიდეს და სახელმწიფო მოხელეს აგინოს ხო რამდენიმე მაგალითს მოვიყვან ერთი დიდ ბრიტანეთში დაახლოებით 30 კაცი ჭერენ დღეში სოციალურ ქსელებში რომ რაღაცა შეურაცხყოფასთან დაკავშირებით ექსტრემისტულ თავიდანებს შეურაცხყოფასთან დაკავშირებით ექსტრემიზმი ცალკე თემა ექსტრემიზმთან დაკავშირებით ხურავენ ორგანიზაციებს და მე აპატიმრებენ და ასე შემდეგ არა სოციალურ ქსელებში გერმანიაში რა გააკეთეს გერმანიაში გამოიტანა მიმი ერთმა პიროვნება შინაგან საქმეთა მინისტრი და რაღაცა ეს წარწერა იყო გაკეთებული გააკეთეს რომ მე მძულს სიტყვის თავისუფლება ამის გამო დააპატიმრეს ესპანეთში ახალგაზრდა ქალმა აქტივისტმა დაწერა რომ ანუ იმდენი მუსულმანი შედის რომ ყველას მოგვიხსენება რომ რაღაცა რთული სიტუაცია და დაწერა რომ ესო მიგრაცია არ არის ესო ქვეყნის დაპყრობაო ეს ქრისტიანული ქვეყანაო და ამდენი მუსულმანი ერთი წელი ციხე მიუსაჯეს ზუსტად სიტყვით გეუბნება ალბათ რელიგიათა შორისი შუღლის გაღვივებას იმის გამო რომ თურმე მუსულმანებთან იმათი ღირსება შეურაცხყო აი ესეთ რაღაცებზე ვინც ხალხს აპატიმრებს და იჭერს ჩვენ გვეუბნებიან რომ მის უფლება არ გვაქვს სასამართლოში მივიდეთ და ღირსება დავიცვათ რომ ჩვენი ღირსება დავიცვათ და შესაბამისად ეს საზოგადოება ხო უყურებს რა თავარი რა არის იცით რომ სამართლიანობა აწეღან რომ საუბრობდით სახელმწიფომ ძალაც უნდა გამოიყენოს ეს ორჯერ ორია ამაზეა დაფუძნებული მაგრამ აქ არის თავარი სამართლიანობა აქ სამართლიანობაზე დგას სახელმწიფოს და შესაბამისად ხელისუფლება თუ შენ ძალას გამოიყენებ და სამართლიანობა შიგნით არ ადევს რა თქმა უნდა საზოგადოება ის საზოგადოება რომელიც ხელისუფლების ხარდამჭერია იქი დაირღვევა აუცილებლად და გადავა მეორე მხარეს აი წეღარო ჩვენ ვამბობთ რომ ემპათია აღარ არის ამ პიროვნებების მიმართ ის საზოგადოება ხედავს რომ როდესაც სახელმწიფო დროულად ძალას იყენებს და ამ ლეგიტიმურად და დროულად რა თავარია იმ დროს როდესაც საჭიროა და რა თქმა უნდა ლეგიტიმურად ამ ყველაფერში შეზავებულია სამართლიანობა აუცილებელი კომპონენტი რაზეც დგას საზოგადოების ნდობა რაზეც დგას ხელისუფლება ჩვენ არ ვაკრიტიკებთ ჩვენს ხელისუფლებას რომ თავის დროზე არ იყენებდა დროზე ხო მაგას ვამბობ ეგ ქონდა პრობლემა ამ ხელისუფლებას ეხლა აღარ აქვს და კარგია ხედავთ რომ საზოგადოებამ ხარს არ უჭერს აღარ გამოდიან იმ ჩვენ ყველა ვხედავთ რომ დანაშაულებს ჩადიან ამ დანაშაულებს ამართლებენ იმითი რომ ესენი თურმე იბრძვიან რაღაცა ქვეყნის ევროპისთვის და რაღაცა ღირებულებებისთვის რომელი ღირებულებებზეც რამდენიმე დღის წინ ევროკავშირმა თქვა მოლდოვამ და უკრაინამ შეასრულეს ყველა დავალებაო და ეს ის დღე იყო როდესაც უკრაინაში LGBT პრაიდი რო ეგ იყო დავალება ეგ არის მაგათი ღირებულებები ოღონდ უკრაინა აღარ არსებობს ხო აღარ ანუ ესეთ ქვეყანაში რო LGBT პრაიდი იმართება ასეთ დღეში და ერთი უნდა დავამატო ერთი აუცილებლად უნდა დავამატო ეხლა რა კატეგორიის ყველაზე გულდასაწყვეტი აქ არის საზოგადოების იმ საზოგადოების იქეთ დგომა თორე ხა ის ლიდერები ყველამ ძალიან კარგად ვიცით გაშიფრულია ეგენი ვეღარ შეიცვლეთ მათი ნება არ არის ახლა რომ რაღაცა გადმოვიდნენ და სხვა რელსებზე დადგნენ რა გამორიცხული ეგენი აგენტები იყვნენ არიან და იქნებიან და რა თქმა უნდა ძალიან მალე მოისპობიან ეხლა უყურეთ საზოგადოებაში რა პრობლემა რამდენიმე დღის წინ ერთ-ერთმა მათმა უტიფარმა ლიდერმა ჟორჟოლიანი რო ყავთ ნანუ ჟორჟოლიანი
დაწერა Facebook-ში, როგორ გაბედა დეპუტატმა ლაშხმა, რომ საჩივარი შეიტანა, სარჩელი რომ შეიტანა და სასამართლოში და 12 დღით რომ დააპატიმრეს, აღშფოთებული იყო, რომ ეს როგორ გააკეთა 18-19 წლის გოგოები ციხეში გაუშვა. რა გააკეთეს იმ 18 წლის გოგოა? არა, ამბობს. მაგას თავი დავანებო ჩალვარ. რა გააკეთეს ეს ხო ჩვენ ვიცით კაცო. ეხლა პრობლემა რა არის? უყურე, ამას ამბობს ჟორჟოლიანი, რომელმაც 4 ბიჭი, სვანები ციხეში გამოკეტა წლობით იმის გამო რომ ღამე ტელეფონის ნომერი შეეშალა და მაგასთან დარეკეს. ეს ერთი უტიფრობა და უსვინდისობა და თავი დავანებოთ ეგენი ეგეთები არის. ეს მაგარი ისტორია იყო. დაიჭირეს. ოღონდ როგორ დაიჭირეს? ამაზე კი არ დაიჭირეს. კაი, დავუშვათ მოკითხო პასუხი ვიღაცას, ქმარი ხარ ნარკოტიკი ჩაუდეს. ნარკოტიკები ჩაუდეს და ასისხლიანეს 4 ახალგაზრდა ბიჭი. 4 ახალგაზრდა ბიჭი. მაგრამ ქუჩებში რო 14 და 15 და მაგნაირ ბავშვებს ხოცავდნენ, ეგ არ განიხილო. ეხა უბედურება რა არის? დაახლოებით 1500 ის ყავდა, რა ქვია, კომენტარს ვინც აკეთებდა, ასე თქვა მხარდამჭერი რა. იმ 1500-დან ძალიან აი 99% რა თქმა უნდა მხარს უჭერდა, რა თქმა უნდა ლაშხს წევლი და ეს როგორ გააკეთა და გააკეთა. ქალებიც რა თქმა უნდა. ნუ ქალებიც იყვნენ, კაცებიც იყვნენ. ერთს არ გახსენებია და ერთს არ უთქვამს. არუკა, თუ ნანული. შენ ამაზე არ ილაპარაკო. მოდი სხვა მილაპარაკოს ამაზე. შენ 4 ბიჭი ციხეში გამოკეტე 7 წელი 8 წელი და ინვალიდები გამოვიდნენ იქიდან. რის გამო რომ ტელეფონზე ზარი შემოვიდა 12 საათზე. შენ ამას ამობ რომ 12 დღით თურმე იმის გამო რომ მაგაზე არ ვიდაოთ მაგალითად ეთანხმები რომ უნდა მივარდნილიყვნენ და ის ბავშვები ზედმეტია ხო და მაგრამ აი უბედურება სად არის შენ მაინც ნუ ამბობ ხო არა შენ მაინც არა მე მხარდამჭერ ბრმა სექტა ზუსტად მაგაშია კი ბატონო ეს არის სექტანტების ჯგუფი ამასთან რა თქმა უნდა ამათთან უნდა იმუშაოს მხოლოდ და მხოლოდ კანონმა სხვა გამოსავალი ამათ ფსიქიატრია მას არა ამათ რამე შეაგნებინო მაგალითად რომ ეს ქვეყანა სჭირდება ეს საზოგადოება სჭირდება ყველას ვერ განკურნავ კაცო გამორიცხულია მაგის რესურსი არ არის ანუ განკურნების ერთ-ერთი საშუალება კიდევ არის რაღაცა აგერ ინფორმაციას ვაძლევთ სურათებს ვაჩვენებთ ვიდეოებს ნახულობენ რომ ეს დანაშაულია სხვა ქვეყანაში ჩვენთან ესია ისია არ აინტერესებთ ეგეთი რაღაცა ხო იგივე გამორიცხულია დემოკრატიის შუქურა ამერიკაში ლობოტომია რომელს ლამდე იყო ეხლა მორჩა მე-20 წლებში გააჩერეს აი ესეთი ქვეყანა იყო დიდი მადლობა მეგობრებო რომ ძალიან საინტერესოდ ვისაუბრეთ ჩვენ ერთმანეთს დავშდოთ ერთი კვირით